რაც შეეხება ოპოზიციას, დღეს ესეთი მოცემულობა გვაქვს, ხო? ანუ ოპოზიციამ ვერ აიღო პროტესტი, ასე ვთქვათ, ვერ ჩამოყალიბდა პროტესტის ლიდერად. მოცემულობა არის და შესაბამისად ამ მოცემულობას უნდა შევეგოთ. თუმცა მთელი ამ თვეების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ და დღესაც იგივე პროცესი მიმდინარეობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება კონსოლიდაცია გააკეთა თავად თვითონვე სამოქალაქო საზოგადოება არის წინა პლანზე წამოწეული და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პროტესტი, რომელიც იმართება აბსოლუტურად ყოველგვარი ლიდერის, გამოკვეთილი პერსონების და ასე შემდეგ გარეშე მიმდინარეობს და დღესაც, ხვალაც და ზეგაც ეგ იქნება. რაც შეეხება სამომავლოდ, არა მარტო ჩვენ და ლიდერი არ არსებობს, თუმცა საზოგადოებამ, რომელიც პროტესტში ჩართული არის და მათ შორის ჩვენც დავინახეთ ეს აუცილებლობა, რომ აი ეს რამოდენიმე ცხელი წერტილი, რამოდენიმე ორგანიზაცია თუ ჯგუფი, რომელიც აქამდე ცალ-ცალკე მოქმედებდა და მათ არ ჰქონდათ ერთიანი გეგმა, ერთიანი ხედვა, ერთიანი სტრატეგია, ეს თავად ეს ასე ვთქვათ, ბუნებრივად მოიტანა ამ პროცესმა, რომ აუცილებელი არის ამ ხალხის გაერთიანება, ჩვენი გაერთიანება, იმ ხალხის, ვინც ქუჩაში დგას, ერთი მიზნის მისაღწევად იმ ამოცანების შესრულება, რასაც ქვია დემოკრატიული თავისუფალი საქართველო და მე ვფიქრობ, ამას ძალიან მალე დაინახავს საზოგადოებაც, თქვენც, სახელმწიფო ხელისუფლება მიტაცებული ხელისუფლებას და ასე შემდეგ და რა ჯგუფების გაერთიანებაზეა საუბარი დაახლოებით აი მაჩვენებს არიან პოლიტპატიმრების მშობლები კი რა თქმა უნდა და აგერ ხვალ ორგანიზაციები ჯგუფები რომლებიც აქამდე იყვნენ ჩართული პროტესტში თავიდან ბოლომდე ეს არ არის რაღაცა ესეთი ასე ვთქვათ დარეგისტრირებული ჯგუფები და რაღაცა ფორმალურად ხო გაერთიანებები თუმცა ეს არის ხალხი რომელიც გულით და სულით უძღვის ამ საქმეს და უნდა რომ საქართველოში რაღაცა შეიცვალოს და უფრო მეტი კაფიობა სჭირდება მას პროტესტის ფორმებში ეს არის ერთ-ერთი თავი საყვედური ხვალიდან ეს ხვალ ასე ვთქვათ აგერ პატიმრების მშობლებმა დაანონსეს და მე სრულად ვიზიარებ და არა მარტო მე არა მთელი საზოგადოება რომელიც პროტესტში ვართ სრულად ვიზიარებთ იმას რომ 9 აპრილს იმ მემორიალზე რომელიც აგებული არის რუსების მიერ დახოცილი ხალხის საპატივცემოთ არ უნდა მოვიდნენ რუსები ყვავილების დასადებად და შესაბამისად ამ პროცესში ჩვენ უერთდებით მათ და არა მარტო ჩვენ მე ახლა არ საუბრობ მხოლოდ ფარის სახელით არამედ ის ხალხიც რომელიც პროტესტში არის ჩართული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს რუსული რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ უკვე 30 წელია მართლა ვებრძვით ამ რუსეთს და მათ რეჟიმებს გამოგზავნილ რეჟიმებს და ვერ დავასრულეთ და იქნებ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ რა ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა ჩიქოვანი ვიცე-პოლკოვნიკი ჯგუფ ფარის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში იყო სტუდიაში ჩვენ